გამარჯობა, დღეს ვისაუბრებთ შემეცნების საკითხებზე, ზოგადად შემეცნებაზე, რადგან ვთვლით, რომ შემეცნების გარეშე, ანუ რაღაცის გაგების გარეშე და რაღაცა სიახლის მიღების გარეშე წარმოუდგენელია მოძრაობა, წარმოუდგენელია რაღაც დასკვნების გამოტანა და შესაბამისად რაღაც ახალ ეტაპზე გასვლაც წარმოუდგენელი იქნებოდა რომ არ იყოს შემეცნება. ჩვენი დღევანდელი საუბრის სტუმარი იქნება ტრადიციულად მიხეილ კვარაცხელია და რაღაც ესეთი შესავალებით რომ გავაკეთოთ, ალბათ ზოგადად აი ბიბლიაც ზუსტად აი ამიდან იწყება, როდესაც უკვე ადამიანზეა საუბარი, უკვე აი აქედან იწყება, რომ ადამიანმა შეიმეცნა ანუ რაღაცა და აი აქედან დაიწყო, მისი შემეცნებიდან დაიწყო შეცდომის, ყველაზე დიდი შეცდომის დაშვებაც ალბათ და მე ამას მოყვა მთელი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მთელი კაცობრიობის ისტორია აი შემეცნების საკითხთან არის დაკავშირებული და ალბათ საინტერესო იქნება მრავალი კუთხით იქნება საინტერესო აი ამ ფენომენზე საუბარი და ზოგადად შეგვიძლია გამოვყოთ ასევე მაგალითად რა ტიპის შემეცნება არსებობს და შეიცვალა თუ არა, კიდე ესე ძალიან საინტერესოა შემეცნების ფორმები და მეთოდები ჩვენს ისტორიაში, ადამიანის ისტორიაში. ძალიან საინტერესო თემაა და შეიძლება ალბათ ის ვთქვათ, რომ თვითონ შემეცნება არის კითხვებზე პასუხების გაცემა, რომ ადამიანს ბუნებრივად უჩნდება კითხვები. და ალბათ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვით უნდა დავიწყოთ განხილვა, ანუ ეს არის ვინ ვართ ჩვენ? ეს არის სად ვართ ჩვენ, ანუ გარემო და რა აზრი გვაქვს ჩვენ ამ გარემოში. და თითოეულ ამ კითხვაზე სხვადასხვა განხრა ცდილობს პასუხის გაცემას. ანუ სად ვართ, ამაზე ცდილობს მეცნიერებამ გასცეს პასუხი. ვინ ვართ, ამაზე ხელოვნება ცდილობს გასცეს პასუხი და რა აზრი აქვს ჩვენს ყოფნას, ამაზე ცდილობს რელიგია გასცეს პასუხი. რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა განხრები, რომელიც შეიძლება გადამკვეთი იყოს, მაგრამ აი ძირითადი მიმართულება რომ დავინახოთ, ეს დარგები ცდილობენ ამ შეკითხვებზე გაცემ პასუხი და საერთოდ რატო უჩნდება ადამიანს ეს შეკითხვა. თვითონ ადამიანის ბუნება, როგორც აღნიშნე, რომ თავიდან შემეცნებით დაიწყო, კითხვები გაუჩნდა ადამიანს, რაზეც დაიწყო პასუხების გაცემა. და შემდეგ უკვე დადგა საკითხი, ანუ ვინ ვარ, რა ვარ, სად ვარ და რატომ ვარ. და აი ამაზე მე მგონი შეგვიძლია ცალ-ცალკე დავიწყოთ უფრო ჩაღრმავება ამ საკითხებზე. კი ბატონო. მე მგონი პირველ რიგში ალბათ მოდი განვასხვაოთ აი რას სწავლობს მეცნიერება. იმიტომ რომ შეიძლება ისიც ითქვას, რომ მეცნიერება ადამიანსაც სწავლობს, მაგრამ არის ისეთი დისციპლინები, რომელიც ადამიანს. ხო, მაგრამ აი ბიოლოგია ან ანატომია, რომ თქვათ, სინამდვილეში ადამიანის სხეულიც კი არის გარემო მისი არსებობის, იმიტომ რომ თვითონ ადამიანს, რასაც ვეძახით, ადამიანი ხო რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი სულიერი არსებაა, რომლის ფიზიკური საცხოვრებელი არის სხეული. ხო? და მეცნიერება თუ აი შევხედავთ ამ კუთხითაც, შევხედავთ მის საცხოვრებელს, მის არეალს სწავლობს.
და საბუნებისმეტყველო მეცნიერება. რა ამინდი დაემთხვა ჯეკა ქუხი. და აი ამ გარემოს რო სწავლობს მეცნიერება, ხელოვნება სწავლობს თვითონ ადამიანი, აი სულიერად რა არის მისი ის ასპექტები, რომელიც აი ასე დათვლადი არ არის, ასე ხელშესახები არ არის. და რელიგია უკვე იმ ასპექტს სწავლობს თუ საერთოდ რისთვის არის, აი კი ვიცით აგერ ვართ ადამიანები, ვიცით რომ რაღაც გარემოში ვართ და ნელ-ნელა ვცდილობთ შევისწავლოთ ესა, მაგრამ რისთვის ვარ, რა დანიშნულება აქვს საერთოდ საიდან მოვდივართ, ამას სწავლობს რელიგია. და ხელოვნება სწავლობს იმას თუ როგორ თვითონ ვინ ვართ, ანუ ხელოვნება სწავლობს აი ვინ ვართ ჩვენ. იმიტომ რომ მეცნიერებას აი ასე ფაქიზად არ შეუძლია იმის განსაზღვრა თვითონ ადამიანის რაობა რა არის. მოდი აი მაშინ ესე შეიძლება დავაყენოთ საკითხი, რომ მეცნიერება არის ფორმის ანალიზი. რაღაცა ფორმა, რა ფორმის არის ესა თუ ის საკითხი და ან თქო ესა თუ ის ორგანიზმი, ან თქო ქიმიური შემადგენელი ნაწილი, მაგრამ მისი არსი რა არის? ანუ შინაარსი რა აქვს, ანუ შინაარსი არის უკვე ხელოვნების პრეროგატივა. რაღაც გარკვეულწილად ხელოვნების პრეროგატივა და გარკვეულწილად რელიგიის და ფილოსოფიის ალბათ. პირველ რიგში რელიგიის და მერე რელიგიური ხედვების დაყრდნობით უკვე ფილოსოფიაც მერე ერთვება ამ აი ფილოსოფია ამ შემთხვევაში ფაქტობრივად გარკვეულწილად გადამკვეთი არის მეცნიერებას და რელიგიას შორის. აი როგორც მაგალითად ფსიქოლოგიაც გარკვეულწილად ადამიანსაც სწავლობს და მეცნიერებაც არის. ანუ ადამიანის გარემოსაც სწავლობს, თვითონ ადამიანის შინაგან ბუნებასაც ეხება, მაგრამ აი პირდაპირ რომელიც ფაქტობრივად მარტო ადამიანს ეხება, ეს არის ხელოვნება. კი ბატონო. და ჩვენ წინა გადაცემაში ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ სხვადასხვა ხელოვნების სხვადასხვა ასპექტებზე, შინაარსებზე, ფორმებზე და მთელი ეს ცოდნა და ეს სწავლება, ხო ეს შემეცნება, ეს არის ადამიანის გააზრების მომენტი. კი, სხვათა შორის ეგ რანაირად მტკიცდება, იცი კიდე სხვა მხრიდან რო ეგრეა, აი მაგალითად ხელოვნებამ, როდესაც განიცადა ისეთი მეტამორფოზა, როგორც მაგალითად აი უკვე მე-20 საუკუნეში მოხდა. ანუ მე-20 საუკუნეში რა მოხდა, რომ აი ეს გამოსახულობითი საშუალებები ჩავიდა უკვე შიგნით ჩაღრმავდა რა. აი თუ კი ადრე მაგალითად გარეთ იყო პროექცია და ასახავდა რეალობას, ასახავდა პეიზაჟის სახით, ასახავდა სხეულის სახით, ხო, მე ეს რადგან შიგნით შევიდა და შიგნით ხომ სიმბოლოებია, ცნობიერება ხო სიმბოლოებით არის ძირითადად აწყობილი, ხო, რაღაც ტიპის სიმბოლოებით და აი მე მაგალითად აბსტრაქტული ხელოვნება შესაძლებელი რო არის საერთოდ რომ არსებობს, ერთადერთი მიზეზი მაგის ეგ არის ზუსტად რომ ჩვენ ვინ ვართ მაგას შეიმეცნებს რა, ანუ უკვე ცნობიერების შემეცნებაზე ანუ ეს თქვა უფრო მეტად შიგნით ჩაღრმავდა და შიგნით აღმოჩნდა რომ მაგალითად ჩვენ გვაქვს ადამიანებს ანუ რაღაც დამოკიდებულება მარტივად რო თქვა სამკუთხედისადმი, ოთხკუთხედისადმი, სფეროსადმი, წითლისადმი, მწვანესადმი, ცისფერისადმი, ანუ სხვადასხვა უბრალოდ ანუ მარტო ასე თქვა დაყვანილი ფორმები და ფერები თუ შეიძლება ასე ითქვას დაყვანილი რაღაცა საწყისებამდე, ხო? რომ მივიყვანოთ, აი იმ საწყისებშიც რაღაცა დატვირთვას ვაძლევთ და ამის არსებობა მხოლოდ იქიდან არის შესაძლებელი, რომ ეს იმისეთი რაღაცის კვლევა, რასაც ხან აქვს კონკრეტული რეალისტური გამოსახულობითი ფორმა და ხან აღარც აქვს. აი ხანდახან არის ისე, რომ აღარ აქვს ხომ ეს აბსტრაქტული აბსოლუტურად დაცლილია რაღაცა ისეთი ფორმისგან და მე უკვე აბსოლუტურად ისეთი რაღაც უცნაურ
ფორმებს იღებს, ეს მხატვრობაში ძალიან ისია წარმოდგენილი რა. მრავალი ფერით და მრავალი ფორმით. მე რა მაინტერესებს, იცი, აი ამ შილობაში რა თქმა უნდა ყველა რაც შენ ჩამოთვალე, ყველა ძალიან საინტერესოა და აი შემეცნების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით ენის ჩამოყალიბება, ენის გაჩენა ზოგადად რა. ამაზე ძალიან ბევრი მითი არსებობს, ძალიან ბევრი კვლევა არსებობს, რომ აი რაღაც არსებობს ძველი ენები, მე ახალი ენები არსებობს, სულ რაღაცა ისეთი ენები, რომელიც ყველაზე ახალია მაგალითად და ეს პროცესი არ სრულდება და მოძრაობს რა, ასე ვთქვათ, ადამიანის ცნობიერებასთან ერთად ენა მოძრაობს, ცოცხალი ორგანიზმია ძალიან რა და მე მგონი შემეცნებაზე ვერ ვისაუბრებთ, ანუ შემეცნებაზე თუ კი ვსაუბრობთ, ამ ფენომენს ვერც ვერ აუგებთ რა. ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია კი ენა ზოგადად და მეტყველება და აი შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს, როგორ ფიქრობ, რა გავლენას ახდენს ენა შემეცნებას? ანუ აი როდესაც ცხოველი რაღაცას სწავლობს ინსტინქტების დონეზე, ის რეალურად ამ ცოდნის შენახვის საშუალება არის გენეტიკური გადასვლა რა. როდესაც გენეტიკაში გაუჯდება, აი მაგალითად უცნაური რაღაც თევზია, რომელიც რაღაც ფორმას ხატავს და რო შეხედა ხო და მე ამითი აი რომელსაც უფრო ლამაზი ფორმა და დიდი კარგი ფორმა დახატული იბრანჭება რა. ხო, ეგრე იბრანჭება. და ამას ეს გენეტიკურად გაცნობიერებული არ აქვს. და ენამ ადამიანს სწორედ მიცა საშუალება, რომ თაობებს შორის შეინახოს ეს შემეცნებული, ანუ ბნელ სამყაროში რაც გამოანათა ადამიანმა, აი სხვათა შორის ამაზე ვსაუბრობდით ერთ-ერთ წინა გადაცემაში, ხელოვნება არის, რომ აი რაღაცა არის დაბურული და იქ შედის ხელოვანი და ცდილობს აი გამოანათოს, ის გამოააშკარაოს და შემეცნება არის სინათლის მოფენა რაღაცა ასპექტზე ამ სამყაროსი. მაგრამ ამის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი იმისი, რომ ეს გადაეცეს შემდეგ თაობებს, იმიტომ რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის საკმარისი ყველაფრის გასააზრებლად და ყველაფრის ჩასაწვდომად. ხო? და ეს რო არ დაიკარგოს, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ენის არსებობა. ანუ იმ მექანიზმის, რომელშიც ჩვენ ამ ცოდნას ვაფორმირებთ რაღაც კოდებად და შემდეგ შეუძლია სხვას ეს მიიღოს, ამოიკითხოს და მისთვისაც განათდეს სამყაროს რაღაცა სივრცე. მაგრამ ამავე დროს რაღაცები არის, რაც დასაწერა ძალიან რთულია. და აი, სხვათა შორის ხელოვნება მნიშვნელოვან წილად მემკვიდრეობითობას მოითხოვს, ანუ რას გულისხმობ, რომ რაღაცა მეცნიერული ნაშრომი შეიძლება დაწერო და ვიღაცამ წაიკითხოს და ისწავლოს, მაგრამ მე როგორც აღვიქავ ხელოვნებას, მაგალითად მასწავლებელი ისეთ რაღაცებს ასწავლის და გადასცემს თავის მოსწავლეს, რაც ეს მარტივად დაწერა შეუძლებელია. ანუ ის უშუალო კონტაქტით უნდა გადაეცემოდეს. მართალია ისიც რა თქმა უნდა ენის საშუალებით გადაეცემა, მაგრამ მისი ფორმულირება იმდენად რთულია და იმდენად რთული არის ეს ვიღაცამ ესე დაწეროს მაგალითად მოქანდაკე მაგალითად ინსტრუქცია და აი შენ წაიკითხო ეს წაიკითხე და ამ ინსტრუქციით თუ შენ დაიწყებ ქანდაკების კეთებას მიაღწევ მაქსიმალურ შედეგს. აი ეს არ არის და ამიტომ როდესაც ჩავარდნები ხდებოდა გარკვეული მე სკოლების ხო დიდი ტრაგედია იყო ეს ხელოვნების გაღრმავების კუთხით და მნიშვნელოვანი არის როდესაც არსებობს ეს მემკვიდრეობითობა ეს შევინარჩუნოთ რომ შემეცნების
გარკვეულ სიღრმეებს რო აღწევს, მარტო იმაში, მეცნიერებაში უფრო ადვილია და დაწერო, ვიდრე ხელოვნებაში. და მარტო დაწერილი არ არის საკმარისი. ეს პირობითად შენი მასწავლებელი, იმის მასწავლებელი, ერთმანეთს გადასცემდნენ რაღაცა ცოდნას, რომელიც შენთან მოვიდა. და ეს არ არის ეს დაწერადი და შენ ხა ეს ვერ დაწერ ამას, რომ შენ მოსწავლემ ვიღაცამ წაიკითხოს და ისწავლოს. აუცილებელია, რომ ის შენი მოსწავლე იყო უშუალოდ ცოცხლად გადაცემა, მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ არ არის ბოლომდე დაწერადი. არ არის დაწერადი, ცოტა რთული წარმოსადგენია, რატო შეიძლება ვერ დაწერო, მაგრამ რეალურად იმიტომ რომ ძალიან ბევრი ის არის, რა ქვია, ინდივიდუალური შემთხვევა. და მაგით ძალიან ბევრი ინდივიდუალური ეგ მერე ისეა რომ რაღაც ფორმულა რო იცი ამ ფორმულას უშუალოდ იმ კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევას არგებ და მერე იქიდან გამოდიხარ რა და ალბათ ეგ წინააღმდეგ შემთხვევაში წიგნი იქნებოდა საკმაოდ ხო აი ესეთი ფორმულა რეალურად აი ფორმულა არ არის ეს არის რაღაცა გააზრებული მომენტი აი მაგალითად ქანდაკებას რო აღიქვა ხო აი ეს დაწერა ცოტა რთულია რო აი ხა მე უყურებ მაგალითად აი ამ პორტრეტს და აი ხა დავწერე ყველა დეტალი და მე აგერ შენ წაიკითხე და ეს პორტრეტი ზუსტად აღდგა შენთვის არ აღდგა დაწერადი არ არის დაწერადი სხვა შორის მან კიდევ ერთი რაღაც არის ძალიან საინტერესო იმიტომ რომ ზუსტად ამ თემას უკავშირდება რა აი მაგალითად მაგაზე ხშირად ვისაუბრია მე და შენ რომ აი მაგალითად ჭკვიანი ზოგადად აი ჭკვიანობა რაში ვლინდება და როგორ უნდა გავარკვიოთ ვიღაც ადამიანი ჭკვიანი არ არის ჭკვიანი მაგალითად ეპოქაში აი რომელ ეპოქაში იყო უფრო მეტად ადამიანი გონიერი და ასე შემდეგ რა და სხვა შორის აი ამის განსაზღვრელი ძალიან პირდაპირ არის მე მგონი ენა იმიტომ რომ ჩვენ თუ აი ამ ენაში ვიმეტყველებთ ეხლა რა ენაშიც მეტყველებთ ხო ამ სიტყვებში შეუძლებელია ჩვენ ამ სიტყვებში რაღაცა ისეთი კომბინაცია დავალაგოთ რომ ახალ რაღაცა რეალობაზე გავიდეთ რა აი ხო ხვდები რას ვიძახი ანუ თუ მე მაგალითად მაქვს 4 კუბიკი და მაგალითად 4 სამკუთხედი მე ამდენზე როგორც არ უნდა დავალაგო ეს ასე ვთქვათ ეს კუბიკები რა სხვადასხვანაირი ფორმის კუბიკები ისეთ მოცემულობას ვერაფრით ვერ მივიღებ რაც იმაში არ არის თავიდანვე ჩადებული ამაზე მე სხვა შორის ბევრი ესეთი რელიგიური ისინი არსებობს უბრალოდ აი მაგალითად ქართულ ენაზე არის ივანე ზოსიმეს აქვს და უცნაური და საინტერესო დამოკიდებული ანუ ისა რა ქვია აზრები რა მაგრამ ზოგადად შეიძლება ითქვას რომ სიტყვაზე აი მაგალითად სიტყვა სიყვარული თუ არ იქნა აი თვითონ რაღაც ერთ სიტყვაში თუ არ აკუმულირდა ეს ფენომენი ამ ფენომენს ჩვენ ვერ გავიგებთ კარგად შეგრძნების დონეზე გვეცოდინება და გააზრება იქნება ფაქტობრივად შემეცნება რთული და რანაირი სიტუაცია იქნება იცი რომ ვიღაცა იარსებებს რომ ის ადამიანი მივიდა მაქამდე რა და აი იმდენად და სხვებს ვერ უხსნის რა რაღაცას ხან მაგალითს აკეთებს ხან ხატავს ხან ლექსი ძახის რაღაცას და ხან მღერის მაგრამ ვერ უხსნის კარგად რა მაგრამ როგორც კი ეს უკვე იმ დონეზე გაცხადდა რომ რაღაცა სიტყვაში აკუმულირდა თან ეს სიტყვა აბსოლუტურად ყველამდე არის დასული ხო ეხლა ისე ხო არ არის რომ სიყვარულს იძახი და ვიღაცას რაღაცა იზგონია რა ქვია მწარე გონია მჟავე გონია რაღაცა არა ხდება ყველა რა აი უკვე ამ დონეზე რომ მივიდა ფენომენი ხო ის უკვე თქმადი გახდა რა თქმადი გახდა და გაცხადდა და შემეცნებადი გახდა აი ასე შეიძლება თუ რაღაც ფუტურისტულად ვიაზროვნებთ შეიძლება ჩვენ დავუშვათ ეგეთი რაღაცა რომ შესაძლოა რაღაცა სიტყვები მოყვეს რაღაც ფენომენებს რომელი ფენომენები შეიძლება ეხლა არც არის ასე ვთქვათ ხელმოსაჭრელი რა ამ თქვათ ცოტა უკან რო გადავიდეთ მაგალითად და ეგრე ვთქვათ რომ აი იყო რაღაცა პერიოდები კაცობრიობის ისტორიაში რომ რაღაცა ფენომენები არ არსებობდა და მე ჩამოყალიბდა
აი ზუსტად რასაც ვიძახი მაგალითად სიყვარულის ფენომენი ქრისტიანობამ ხო აბსოლუტურად სხვანაირად დააყენა სიყვარულის შეიძლება ითქვას რომ ქრისტიანობამდე სიყვარულის ასეთი ტიპის გაგება არ არსებობდა სხვანაირი აი მან სხვათა შორის საკმაოდ რთულად არის საქმე და რატო იმიტომ რომ სიყვარულის განსაზღვრება შეიძლება სხვადასხვანაირი ჰქონდეთ სხვადასხვა ენებში კი ბატონო და როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რაღაცები ითარგმნებოდა რთული იყო აი პირდაპირ გადატანა მაგალითად მე როგორც ვიცი აი ქრისტიანობაში ჩვენ ასე ვამბობთ რომ გიყვარდეს მოყვასი და გიყვარდეს ღმერთი, გიყვარდეს მოყვასე, გიყვარდეს მტერი. მაგრამ თუ არ ვცდები მათთან სხვადასხვა სიტყვები იყო გამოყენებული ბერძნულში. ხო, ამასთან დაკავშირებით. თვითონ თავის დროზე როცა ეს ითქვა როგორი იყო, ცოტა რთული გასააზრებელია. ანუ არ არის ეს ბერძნულში რამდენიმე აი მაგალითად აღაპე. ხო, თუ არ ვცდები, აღაპე არის ღვთაებრივი სიყვარული და კიდე იქ არის ბევრი ასევე არის მაგალითად ეროტიული სიყვარულის აღნიშნული. ხო, იმიტომ რომ ჩვენთან ხო აი მაგ ნებას და სიყვარულს ერთი სიტყვა მოვიხსენებთ რა. ხო. და ამიტომ აი მაგის გააზრება ცოტა რთულია. რეალურად აი ენა ხო სამყაროს ხედვის გარკვეულ ფუნდამენტს გაძლევს. ანუ შენ იმ ენით აზროვნებ. ანუ ჩამოგიყალიბდა გარკვეული სამყაროს ხედვის ფორმა ცნობიერებაში, რაც იმ კულტურით, იმ ერით, იმ საზოგადოებით არის განპირობებული. იმიტომ რომ სხვადასხვა ერები, სხვადასხვა რაღაცას ამჩნევდნენ სამყაროში, სხვადასხვა რაღაცას უფრო კარგად ხედავდნენ. მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო? ჩვენთან წვიმის აღნიშნული უამრავი სიტყვაა. კი, კი. ბევრ ენებში ერთია საერთოდ. და მაგალითად აი თოვლი მე მგონი ხო, აი მაგალითად ჩუქჩებთან ამობენ, რომ თოვლის ესეთი განზოგადებული სახელიც არ არსებობს. თითოეული ფორმის თოვლს, აი ახალი მოსული, თქვათ, ძველი მოსული, ხო, ძველი თოვლი, თუ პირობითად მეორე დღის, ან თქვათ მოეყინა თავი და რომ დაავიჯებ ჩაიმსხრევა, რაღაცა ყველას თავისი სახელი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად მნიშვნელოვანი იყო, ეს მაგათთვის ყველას თავისი სახელი ჰქონდა. და ეს შეიძლება ხა ფიზიკურ ასპექტებში ეს მარტივად ჩანს, მაგრამ კულტურული და აი სულიერი განვითარება როცა მიდის ერის და სოციუმის, აი რაღაცა ჯგუფის, იქ სხვადასხვანაირად ყალიბდება სიტყვები და სხვადასხვანაირად ყალიბდება ხედვა სამყაროს მიმართ. აი მაგალითი მოვიყვანოთ ქართულში როგორ აგვაქვს არის ძმა-კაცი, არის მეგობარი, ახლობელი, ნაცნობი და გარკვეული კატეგორიები ამხანა კი რაღაც საბჭოთა კავშირის რუსეთში განსაკუთრებით რაღაც ისეთ მოხდა. მაგრამ აი რო დაუკვირდეთ, თითოეულს აქვს თავისი რაღაცა შინაარსი, ძმა-კაცი არის ძმასთან, ანუ ადამიანი, რომელიც ისეთივე ახლობელია, როგორც ძმა. ხო? მეგობარი არის ადამიანი, რომელთან ერთადაც შენ საკვებს იღობ. ანუ მოდის ერთი გობიდან, როდესაც ჭამდნენ ადამიანები ადრე. ესე ჩვენ ხარ რომ ბევრი თებში და ბევრი ჩანგალი და ბევრი სხვა ეგრე ხო არის, ერთი კი ბატონო, იმიდან გობიდან მიირთმევდა ადამიანი საჭმელს და ვისთანაც იყოფდა საკვებს, ის მისი მეგობარი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. მნიშვნელოვანი ადამიანი, მაგრამ ძმა-კაცი არის უფრო ახლობელი ვიდრე მეგობარი. იმიტომ რომ უფრო ახლოა ძმა, ვიდრე ის ადამიანი, ვისთან შეიძლება შენ სუფრა გაიყო. თუმცა მანდ შეიძლება ვიღაცა ისე უყურებდეს, რომ
მეგობარს ეძახდეს, უფრო ანუ საერთოდ ძვაკაც სიტყვას არ ხმარობდეს და ძვაკაცი შეიძლება უფრო ისეთი თვითონ განწყობა როგორ იქმნება ამის მაგალითს მაგალითია თორე შეიძლება ვიღაცა იყოს ისეთი ძვაკაც სიტყვა საერთოდ არ ხმარობდეს და მაგ სიტყვაში მაგ იდეაში აერთიანებდეს მეგობარსაც და კი რა თქმა უნდა მაგრამ თვითონ წარმოქმნა სიტყვების საიდანო გარკვეულ წილად მაინც ახდენს შემდეგ გავლენას. ამიტომ ვინც ქართულ ენაში აზროვნებს და ცხოვრობს იმის ხედვა სამყაროს მიმართ მაინც უნიკალურია და განსხვავდება პირობითად ვინც სხვა ენაზე საუბრობს. და სხვათა შორის ამ ენის თემა რო შემოიტანეს საკმაოდ საინტერესოა დღევანდელი მდგომარეობა რო აღნიშნოთ. აი მაგალითად ინგლისური ბრიტანული რეალურად ნამდვილი ბრიტანული ძალიან მდიდარი ენაა მაგრამ ამერიკულს ახლა რასაც ეძახიან ბევრად უფრო ზედაპირულია რადგან ძალიან მასიური გახდა და როდესაც ძალიან მასიური ხდება ღრმა ცოდნა მაშინ ნაკლებად აკუმულირდება და ის მნიშვნელოვანი ასპექტები რომელიც რაღაცა კულტურას შეუძლია მოახდინოს მისი აკუმულირება და შემეცნება და შემდეგ ენაში გარდასახვა ნაკლებად ხდება ეს საკმაოდ დიდი მინუსი არის ზოგადად სამყაროს შემეცნებისთვის იმიტომ რომ თითოეული ერი თავის ასპექტს ხედავს სამყაროში თავის უნიკალურ ხედვას ამჟღავნებს და ამიტომ მაგალითად გლობალიზაციის ერთ-ერთი მინუსი არის ენების დაკარგვა და დღეს მაგალითად ეს საკმაოდ შესამჩნევია რაღაც ენები სამწუხაროდ იკარგება. კი, შეუძლებელი პროცესი. სამწუხაროდ. ჩემთვის მაგალითად წარმოშობით რომ მეგრელი ვარ და ეს ენა ვიცი. ხო, მეგრული ენაც მეგრული ენა აი საკმაოდ უნიკალური ენაა და გამოხატვის ისეთი ფორმებია, რომელიც სხვა რა ენებთანაც ქონია შეხება, იქ არ არის. ინდივიდუალურია ფაქტია, და ანუ ეს ლაზური ენიდან ხომ მოდის მისი ანუ ფუძე. ხო. სამწუხაროდ დიდწილად დაიკარგა. მაგალითად აი ბაბუაჩემა რაღაცა ისეთი სიტყვები იცოდა მეგრულის, რომელიც მამაჩემა აღარ იცის. მამაჩემა რაღაც სიტყვები იცის, რომელიც მე აღარ ვიცი. და ამას რო ვაკვირდები, მარტო ის კი არ არის, აი მე სამეგრელოშიც კი უკვე ძალიან შევიდა. ჯერ საბჭოთა დროს რუსული სიტყვები შევიდა და მეგრული სიტყვები ჩაანაცვლა და ამით რეალურად გამოხატვის ფორმა ადამიანის და შემეცნების ფორმა იკარგება და სამწუხარო შეიძლება რაღაცა სხვა რაღაცას იძენს ოღონდ ჩემთვის პირადად ძალიან სამწუხაროა ეს არა ზოგადად ეგ რომ ობიექტურადაც რომ შევაფასოთ ეგ რა თქმა უნდა სამწუხარო სულ რომ ჩვენ კულტურასთან და იდენტობასთან არ იყოს ასოცირებული და ისეთი ენა იყოს როგორც რა ვიცი სადღაც აფრიკაში რაღაც ენა რო იყოს და ის რო იკარგებოდეს ისიც კი დასანანია მანდ საინტერესო კიდე რა არის ეს გლობალიზაცია რადგან ახსენე და ეს ენის პრობლემა რადგან ახსენე ტექნოლოგიური განვითარებაც რეალურად შემეცნების და სწავლის პროცესს ძალიან ცვლის რა. აი მაგალითად მე მახსოვს ჩვენ ისეთ ეპოქაში გავიზარდეთ და ისეთ ეპოქაში სწავლობდით ასე ვთქვათ. აი ეს ტრადიციულ სწავლას ვიძახი რა უნივერსიტეტში, სკოლაში მაგალითად. სკოლაში კიდევ ცოტა სხვანაირი ფორმა ჰქონდა, მაგრამ აი უნივერსიტეტში სულ იყო აი ესეთი ტიპის მე ეგეთ დროს ჩამოყალიბდი ასე ვთქვათ რა.
რომ სულ იყო იმის პრობლემა, რომ აი, როდესაც პედაგოგი გვესაუბრებოდა მაგალითად რომელიღაც მხატვარზე, რომ არ იყო ამის ილუსტრაციის ნახვის საშუალება არ იყო. და ძალიან ჭირდა რა და ვეუბნებოდა რომ ბიბლიოთეკაში მიდით ნახეთ იქ წიგნი არის აქ. მე მაგალითად იყო ეგეთი რაღაცა რომ ეს იმიდან უცხოეთიდან ჩამოვიტანა ვიღაცამ წიგნი და იქ არის დაბეჭდილი და აქ არის შოვება ეს და მოკლედ ძალიან ჭირდა ინფორმაცია რა. ძალიან ჭირდა ინფორმაცია და ეხლა არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო სიტუაცია. მე რაღაცა მომენტში იყო ის რომ ეგ ნაკლებად იყო პრობლემა, იმიტომ რომ შემოვიდა ლიტერატურა და ქსეროქსის აპარატი გაჩნდა და რაღაცა გადააქსეროქსებდი, ნახავდი რაღაცა ის მე აი თავიდან 2000-იანი წლების დასაწყისში ინტერნეტიც მეტნაკლებად აი რაღაცა არსებობდა და რაღაცა დაგუგლავდი და რაღაცას ნახავდი. დღეს უკვე ყველა სტუდენტს მაგალითად აი ჩვენთან ახლა სტუდენტები რომ სწავლობენ, ყველას ჯიბეში აქვს ტელეფონი, ინტერნეტი აქვს და როგორც კი ეტყვი მაგალითად არ ვიცი რაღაცას რო ეტყვი, აი მანცულს რაღაცა ბალერინა ნახე, სახში რომ მიხვალ, რა სახში რომ ამოიღებს და გუგლავს, ეს გეკითხება ისა. ანუ ეგრევე ნახულობს რა და იმან ფასი დაკარგა რა, იცი? რაღაცის აი ეგეთმა ცოდნამ ფასი დაკარგა. ადრე მაგალითად თუ იყო ისეთი ცოდნა ფასეული, რომ აი მაგალითად მე ეს ნანახი მაქვს და მახსოვს და ეგეთი ხალხიც არსებობდნენ რა, რომ იძახდნენ რომ აი ეს ნანახი მაქვს. ხო და ეხლა ყველას ყველაფერი გვაქვს უკვე ნანახი. მაგის პრობლემა არ არის და ამან შეცვალა ძალიან ბევრი რაღაც. აი შეიძლება ითქვას, რომ ეს მაგალითად ისეთი ტიპის ერუდიციის პრობლემა აღარ არის. ეხლა არის როგორი ტიპის პრობლემა, იცი? ანალიტიკის პრობლემა დარჩა. ანუ გააზრების თვითკრიტიკის ანალიტიკის პრობლემა დარჩა და აი ამ კოგნიტური აზროვნების პრობლემა დარჩა. თორე ის რომ ეხლა მე რაღაც ამან ის არ იცის რა წადი ნახე და მე ვილაპარაკოთ რა ეგეთი რაღაცა უკვე აღარ არსებობს. ადრე იყო ზღვა აი მსგავსი პრობლემების რა. იმიტომ რომ ვიღაცა საშუალება არ ქონდა, ვიღაცას ეზარებოდა, ვიღაცას ბიბლიოთეკის კარები აქეთ იღებოდა, თუ იქით იღებოდა, არ იცოდა. და იყო ესეთი რაღაც სიტუაციები და ეხლა ეგ გაქრა. ეგ რა თქმა უნდა ეხლა წარმომიდგენია და ასე ვთქვათ სკოლაში რა სიტუაცია იქნება, ხო წარმოგიდგენია. იმიტომ სკოლაში კიდე უფრო სკოლა ხო თავიდან ბოლომდე სინამდვილეში უფრო მეტად ეგეთია, რომ აი მარტო ინფორმაციას იღებ რა. აი ძალიან ცოტა არის გასაანალიზებელი. ადრე ეგეთი იყო, დარწმუნებული ვარ, ეხაც ეგეთი იქნება და ეს გადასახედი გახდება ცოტა ხანში. უკვე არსებობს მე ვიცი, აი ფინეთში მაგალითად ძალიან თავისებური მიდგომა სწავლისადმი და ასევე მაგალითად ეს ხელოვნური ინტელექტი არანაირი ის მაგალითად ეხლა ჩვენთან არის ესეთი მოთხოვნა რომ წელს მივიღეთ სხვა შორის ეს რომ მაგისტრანტმა ქანდაკებასთან ერთად უნდა დაწეროს ნაშრომი რომელიც იქნება არა ანუ ყველა მინიმუმ 25 გვერდი და მეტი რამდენიც უნდა რა რაღაც 1000 არ უნდა იყოს მაგრამ მინიმუმ 25 გვერდი უნდა იყოს თაბახის ფურცელი 25 თაბახის ფურცელი არ არის ცოტა და უკვე რაღაცა კონცეფციას და რაღაცა ნამუშევრის რაღაცა ახსნა განმარტებას ცდება ანუ იქ უკვე ისეთი ზომაა რომ გინდა არ გინდა გიბიძგებს ეს ფორმატი რაღაც ანალიტიკური ასე ვთქვათ რაღაც სიღრმისკენ რა და უფრო შემოქმედებითად უნდა მივიღო აშკარად რა ეხა 25 გვერდზე ვერ აღწერა რა რომ მუხლი გავაკეთე რაღაცა წვივი ამ სიგრძეა რაღაცა ანუ ეგეთი აღწერადობას უნდა გაცე ხო და რეალური პრობლემა არის მან თვალი რო გაუსწოროთ ეხლა ამ გამოწვევას ხო მან არის გამოწვევა იმის რომ სტუდენტებმა არ უნდა გამოიყენონ ამის დაწერისას AI ხო ანუ არ უნდა დააწერინონ ხელოვნურ ინტელექტს არ უნდა თვითონ უნდა დაწერონ ამის მონიტორინგი უნდა მოხდეს ჩვენთან ეხლა მაგალითად ნაკლებად პრობლემატურია და სხვა მიზეზის გამო რა იმიტომ რომ სტუდენტების რაოდენობა არ არის ისეთი
ვთქვათ, რომ ამას ვერ გაწვდე რა და პედაგოგს ხელმძღვანელს დიპლომის ხელმძღვანელს უშუალოდ არის ხოლმე ჩართული ამ სტუდენტთან ურთიერთობაში და ვერ გამოეპარება იმანო ხელოვნური ინტელექტის დაწერებს რა. გამორიცხულია ის იმდენად 3-4 ადამიანია ხოლმე, შეიძლება 5-6, მაგრამ 5-6 არ არის ძილი. შენ წარმოიდგინე მაგალითად ხო რაღაცა ისეთი ფაკულტეტი, სადაც 50 სტუდენტი და არის თან ჩვენთან ხო სახელოსნო სწავლება და არსებობს უნივერსიტეტები, უმრავლესობა არის სამეცნიერო, ხო? არსებობს სახელოვნებო უნივერსიტეტი და არსებობს სამეცნიერო უნივერსიტეტი. სამეცნიერო უნივერსიტეტი უფრო დიდია და ბევრი ხალხია. სადაც არის კათედრა, კათედრაზე დგას პროფესორი რაღაცას ყვება, ლექციას კითხულობს და სტუდენტები შეიძლება არც კი იცის სახეზე როგორ გამოიყურება ყველა იმდენი. აი პირდაპირ ვთქვათ რა, მანქედან 90% დააწერინებს რა თქმა უნდა AI-ს. ამიტომ ალბათ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის, აი სწორედ ფინეთი რო თქვი, ანუ მიდგომა მე როგორც ვიცი, ფინეთში არის ასეთი, რომ შენ ინფორმაცია კი არ უნდა მიაწოდო, უნარები უნდა განუვითარო. იმიტომ რომ პირობითად პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასებში ბავშვები რასაც სწავლობენ ინფორმაციის თვალსაზრისით, ხო? მერვე კლასში ერთ კვირაში ასწავლე. აბა, ხო? ანუ შენ 5 წელი რაღაცა შეიძლება ასწავლო, რასაც მე რაღაც ერთ კვირაში ისწავლეს. ანუ მნიშვნელოვანი ის კი არა შენ რაღაცა ინფორმაცია ჩაუბეჭდო. მნიშვნელოვანი არის უნარები განუვითარო. ანუ საფიქრალი მაგ მიმართულებით არის, რომ უნარები როგორ განუვითაროთ. ანუ რაღაცა ამან დაწერილი კი არ მოიტანოს და მე ჩვენ ხა ვეძიოთ ამან დაწერა თუ იმან, რა ქვია, სხვამ დაუწერა თუ AI-ს დააწერინა თუ ასე შემდეგ. ანუ იმის უნარები იქვე უნდა ვლინდებოდეს. ანუ თავიდანვე მიდგომა ვფიქრობ ასეთი უნდა იყოს, რომ ჩვენ როგორ ვანვითარებთ ამის უნარებს და როგორ ვიკვლევთ ამას რა განივითარა. მე კიდევ უფრო შორსავა და ვიტყოდი, რომ საერთოდ აღარ უნდა იყოს საკითხი ეგრე დაყენებული და ალბათ მაქამდე მივა. რეალურად მივა მაქამდე რა, რომ ეგ გადამოწმება არ უნდა იყოს. გადამოწმებადი არ უნდა იყოს და გადამოწმებადი როგორ არ უნდა იყოს. აი ეგრე რომ მოთხოვნა აღარ უნდა იყოს იმის აუცილებლად, რომ გინდა თუ არა, ანუ გამოცდის ფორმა აღარ უნდა იარსებოს რა. იმიტომ რომ აი მაგალითად მახსოვს აი ჩვენი მშობლების თაობა პირველ მეორე კლასში წერდნენ იმით, რა ქვია, კალმით და ტუშით. მელანით რა, მელანით და მელანს აწოვდნენ იმაში. მელანში აწოვდნენ კალამს. კალამს აწოვდნენ და იმო წერდნენ და ძალიან დიდი დისციპლინა იყო და ცალკე იყო საერთოდ აი ეგ მაგის სწავლება, რომ ის როგორ უნდა ისიც კი რომ სახში როგორ უნდა წაიღოს, მოპრობა რომ არ დაიქცეს, იმიტომ წიგნები გიდევს იმაში ჩანთაში და რაღაცა და სუფთა წერა და რაღაც. როგორც კი ავტოკალამი დაინერგა, რომელსაც ის ბურთი აქვს და ეგ ჩაიხსნა. ეხლა ვიღაცა რო დარჩენილიყო მაგალითად და ეჯიკავა მაგ იმისთვის რა ქვია. მაგ სასწავლო მეთოდისთვის, რომ არა ეს ძალიან კარგია მოტორიკისთვის, ძალიან კარგია მე რადგან მოტორიკისთვის არის კარგი აზროვნებისთვის, მე აი ამისთვის არის კარგი და მართლა ეგრეა. ავტოკალამმა სინამდვილეში ცოტა დაადებილა ადამიანს. რაღაცა უნარები კი, ოღონდ კი, დაუქვეითდა რა. ოღონდ ეგ მიმაზგავს, აი ხლა ჩვენ რო წავიდეთ და აი რო ვთქვათ, რომ ხო არის ეგეთი მოსაზრება, რომ ქვის ხანაში იყო უფრო გონიერი ადამიანი მაგალითად ვიდრე დღეს, იმიტომ რომ მაგ პერიოდში კაცს უწევდა ნადირობაც, იმის რა ქვია, რაღაც მცენარის მოყვანაც, სახლის აშენებაც, თევზაობაც, ტანსაცმლის შეკერვაც და ყველაფერი უნდა ცოდნოდა ერთ კაცს. და როგორც კი გადავედით აი უფრო მიწათმოქმედებაზე და ქალაქებზე, ასე ვთქვათ, და პატარა ქალაქ სახელმწიფოებზე, იქ გავერთიანდით რა. მე მაგალითად მარტო ნადირობა ვიცი, შენ მაგალითად მარტო ისიც რა ქვია, გამარგვა იცი მაგალითად, ვიღაცა მკერავია, ვიღაცა ჭედელია. ძალიან უტრირება, მოხდა კონვეიერის პრინციპი მოხდა. და რა თქმა უნდა,
აი საბოლოო ჯამში ეგეთი რეალობა მივიღეთ რა, რომ პიროვნულად აი ეს ცალკე აღებულად ის კაცი უფრო მეტად უნარიანია, ვინც ქვიშხანაში ცხოვრობდა, მაგრამ შედეგზე გადიოდა ძალიან მცირე შედეგზე. აქ ეხლა მაგალითად აი შუამდინარეთში მე უკვე შუამდინარეთი ვავიღოთ მაგალითად. იქაური კაცი მაგალითად ვიღაცა რომელიც იყო მჭედელი. ის რა თქმა უნდა ნაკლებ უნარიანია, მაგრამ უკვე ბაბილონია შენა, ხო? და უგრუქია შენა და რა ვიცი რა. ანუ ამ ცოდნის შეკრების საშუალება უფრო მოხერხდა. კი, ოღონდ იმის ხარჯზე, რომ ანუ არ ვიცი, IQ დავარქვა, რა არ ვიცი ეგ რა, კი ბატონო იყოს IQ. IQ დაიწია რა, ქვევით. IQ არ ვიცი ეგ IQ-ა თუ რა გონიელება, თუ ინტელექტის კოეფიციენტი ცოტა აი მანდ არ ვიცი ხა რამდენად შეესაბამება უნარიანობა რო თქვათ, აი სიყოჩაღე შეიძლება აი დავარქვათ. შეიძლება ნაკლებად ოჩაღი არის მრავალი მიმართულებით, მაგრამ ერთი მიმართულება შედეგი ისეთი არა. ხო, მაგრამ სამაგეროდ ერთ მიმართულებაში აი ეს ჩარლი ჩაპლინის ფილმი რო უჭერს. კი. ხო, აი ის მოჭერა, ისწავლა ამან ისე რომ ამა ყველაზე კარგად იცის. ვიღაცა ჩაკუჩის თქვა ისწავლა. მე მახსოვს რაღაცა მე მგონი 90-იანი წლები იყო. ამჩენ ფილოლოგი იყო რა და სადღაც შეხვდნენ აი როცა საზღვრები გაიხსნა რა და რაღაც სადღაც შეხვდნენ ამერიკელი ის იყო რა ქვია ფილოლოგი იყო ენათმეცნიერი იყო მე მგონი რა ანუ ენის მიმართულებით ფილოლოგიაში ხო არის რამდენიმე მიმართულება რა და ერთ-ერთი არის ენის სპეციალისტი ანუ იგივე გრამატიკის სპეციალისტი ხო და მე იძახდა რა სადღაც შეხვდა ამ ადამიანს და ეგეთი რაღაც გაუცებული იყო რომ ამერიკელი იყო ჰემინგუეი არ იცოდა გაგონილი არ ქონდა რა ფილოლოგი იყო ხო და ეგ ახლა ნუ ცოტა ზედმეტია იმიტომ რომ უცნაური ხო ძალიან უცნაურია მაგრამ აი ეპოქა ისეთი რომ ეგეთი რაღაცები ახასიათებს შეიძლება არ იცოდეს ხო იმიტომ რომ ის არის ვიწრო სპეციალიზაციის აი იმაში თავის მიმართულებით არის უფრო მეტად ინფორმირებული და არ მოეთხოვა, ანუ არაფერი არ თხოვს, არც გარემოება, არც თავის ინტერესი, არაფერი არ თხოვს რა, რომ იმის აქეთ და იქით რაღაცები იცოდეს რა. ეგეთი რეალობა დადგა. სხვა შორის ერთი ეგეთი ის არსებობს რა, ხუმრობასავით ეგეთი ის არსებობს. მაციურების მიტანის სერვისი რო გაჩნდა. მე მგონი ამერიკაში ეგეც რა. აი ეს მაციურების მიმტანების იმას კითხეს მე რა რომ აი ყველაზე მეტად აი პირველი ის რო იყო ასე თქვა ტესტი რო გაიტესტა რა რომ ეს სახლებში რო ურიგდებოდნენ რაღაცა მე გაიტესტა და კითხეს რომ აი რას წააწყდით ყველაზე ხშირად თუ რას გეკითხებოდნენ კლიენტებიო რა და უმრავლესობა მიცი რა თქვა რომ იქონდაო ეს იმაში მაცივარი ხო კარები აქვს და სკოჩი ქონდა გადაკული რომ მგზავრობაში არ გაღებოდა ეს სკოჩი რა და უმრავლესობა უცნაური კითხვა იყო ესეთი მომხმარებლის რომ ამ სკოჩს ეს სკოჩი მოხსნა ხო თუ ეგრე გამოვიყენოთო რომ კარების გაღება რომ ხო რაზმ ისო გადავაკრათ რა ხო და ეს ზოგადად ხო იცი აი რაღაც თემა რო არსებობს რა რომ აი საბჭოთა განათლება და რაღაცა მერე განათლების სისტემა რაღაცა წყალი შეუდგა და რაღაც ეგ რეალურად გამოწვეულია ზუსტად მაქედან რომ საბჭოთა განათლება იყო გერმანული განათლების მოდელი და მაგალითად არსებობს კიდე ბრიტანული მოდელი რომელიც ეს მეძახი ოღონდ უფრო ძველი მე ხა ბევრია დღეს უკვე ფინურია აგერ რაღაცა კიდე არის სხვა რაღაცები იქნება რა თქმა უნდა ფრანგულია მე აი ფრანგებმა ძალიან ბევრი იმუშავეს სხვა შორის პიაჟეს ერთ-ერთი ის არის ხო და საბჭოთა იყო უფრო მეტად გერმანული მოდელი რომელიც არის სხვა შორის საინტერესოა ძალიან რაზეა იცი ორიენტირებულია იმაზე რომ მარტო უნარებზე არ არის ორიენტირებული ანუ აი მაგალითად აარჩევს ტექსტს აი ტექსტი რო ირჩევა ასე რა მაგალითად ლიტერატურაში რომელი ტექსტს უნდა სწავლობდეს ბავშვი უნდა სწავლობდეს ისეთ ტექსტს რომელი ტექსტიც არის მაღალმხატვრული და მაგალითად ბრიტანული მოდელი მაინდამაინც ეგეთი არის ბრიტანული მოდელი ეგეთია რა რომ
მე შეიძლება რაღაცა მაგალითად თხა გიგოვას სწავლო და არა მაგალითად ვეფშყავსა. და თხა გიგოთი ანუ სტიმულაცია გავუკეთო იმ მოსწავლის უნარებს. და იქ შინაარს არაფერი კავშირი, ანუ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს რაზე იქნება ეს ტექსტი რა. და რო დაფიქრდე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ კარგი ტექსტი იმის გარდა რომ შენ რაღაც ანალიტიკურ აზროვნებას სწავლობ, წერას სწავლობ, კითხვას სწავლობ და რაღაც ტექნიკურ რაღაცებს, თან ისიც ხო რაღაცა ასე რომ თქვა ტრანსცენდენტულზეც ხო გაფიქრებს. ხო. და ეგეთი თუ არა რაღაცა არ გაფიქრებს და ეხლა ისე ეს ახლა საინტერესო თემა წამოწია შენ, ანუ ცვლილება ძველი განათლების და თანამედროვე განათლების, ანუ განათლება საბოლოოში მანდ მიდის რა, ანუ აი მანდ განსხვავება მანდ იკვეთება, რომ ადრინდელი განათლების სისტემა, უფრო აი განათლების სისტემაც არა, ადრინდელი მეთოდები, ასე ვთქვათ რა, უფრო მეტად იყო, თუ შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენოთ, მორალისტური. და მერე უკვე სუფთა ტექნიკური ხდება. აი ეხლა მაგალითად კიდე უფრო ტექნიკური ხდება. ისე აი მაშიც რაღაცა ამერიკული რაღაც ხუმრობაში მოხდა. ხო. ამას წინათ რომ ადრეო ავტომობილებსო ინსტრუქცია რომ მოყოლოდა და იმ ინსტრუქციაში ეწერა კლაპნების დარეგულირება როგორ უნდა მოახდინო. და დღეს ინსტრუქციებშიო წერია რომ სამხუჭე სითხეს ნუდალებთ. ნუდალებთ, ხო? ხო. კი, მარტივ ხომ არის რეალობა. ხო. იმას აწერია ვარ, რომ დალევარ შეიძლება. ხო და ანუ ახლა უცნაურის არის რომ საბურავის შეცვლაზე იმას იძახებენ ვიღაცები, თან ქალებზე არ არის ლაპარაკი. არა გაქვს მამაკაცებმა არიციან საბურავის შეცვლა და ეს ახლა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა თვითონ ხა რო დაუბრუნდეთ ამ ჩვენ თემას შემეცნებას. ანუ უნარების განვითარება ადამიანისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სამყაროს შემეცნებაში თავის როლი თავის წვლილი გაიღოს და თავისი შეიტანოს მნიშვნელოვანი რაღაცა ასპექტი. ხო? თუ ის ამ მიმართულებით აი შეზღუდა განათლების სისტემამ და მისგან მარტო რაღაცა მარტივი ჭანჭიკობა მოითხოვება, რომელიც უბრალოდ ემსახურება რაღაცა დიდ სისტემას და ის დიდი სისტემა თვითონ არ ცდილობს რაღაცა შეიმეცნო, ანუ ის თვითონ არაფერ მნიშვნელობას არ ატარებს, უბრალოდ რაღაცა სამომხმარებლო სისტემაა. ხო? მაშინ თვითონ ამ ადამიანის როლი როგორც შემეცნებაში, აი შემეცნებლის ასე ვთქვათ, ხო? შეიძლება შენი წვლილი რაღაცაში შეიტანო, ან შეიძლება ისე იცხოვრო, რომ რეალურად არანაირი აგური არ დადე ამ საერთო იმაში და არანაირი სივრცე არ გამოანათა შენმა არსებობამ. კი ბატონო, და ეს მე მგონი საკმაოდ მნიშვნელოვანი საფიქრალია ბევრისთვის, რომ ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი სულიერი ასპექტია ეს შემეცნების ფენომენი, ანუ ძიება აქამდე პასუხგაუცემელი ფენომენების. იმიტომ რომ შეიძლება შენ სხვადასხვა დასმულ შეკითხვებზე ეცადო პასუხის გაცემა, რომ ყველა იყოს მნიშვნელოვანი. მაგრამ როდესაც შენ არ ცდილობ არაფერს, ხო, მაშინ რა გამოდის შენი დონე რეალურად დადის ცხოველის დონემდე, რომ ფაქტობრივად ზოოპარკში როგორც არსებობს რაღაცა ცხოველი, რომ იმას დილით აჭმევენ, შუადღეს აჭმევენ, საღამოს აჭმევენ და ის უბრალოდ იქეთ-აქეთ დადის, ხო? ამ დონემდე არ უნდა დავიდეს. ანუ ის რამაც ადამიანად აქცია, ხო, თავიდან ხო ამით დავიწყეთ, რომ ადამიანი არის სულიერი არსება, სულიერი არსების მნიშვნელოვანი ასპექტი არის
რომ გაიგოს რაღაცები, ანუ განვითარდეს და ადამიანი მარტო არ არის ამაში, სხვა ადამიანებიც ჩართულები არიან და ქმნით იმ გარემოს, სადაც ჩვენ ვაღწევთ მნიშვნელოვან სიმაღლეებს. კი, ასე. ხო? და ანუ ამიტომ ეს აი რაღაცა ხელწამოსაკრავი თემა არ არის. შენ როგორც განათლების სფეროში ჩართული ადამიანი ვიცი რომ ამაზე ფიქრობ და ცდილობ ამ მიმართულებით წინსვლას. ვიცი რა არის, მე მგონი ყველაზე მეტი ცვლილება აი ამ ეპოქაში მოხდება ამ მიმართულებით. არა, რა თქმა უნდა, იყო უფრო დიდი ცვლილება, აი როდესაც დამწერლობა მოიგონა ადამიანმა რა. უბრალოდ მანამდელი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მანამდელი საერთოდ აღარც ვიცით როგორი რაღაცა ადრეც იქნებოდა. და აი ალბათ იმის მერე, აი ახლა მოხდება ალბათ ცოტა ხანში ძალიან რა, იმიტომ რომ ეს საერთოდ აზრი დაკარგა საერთოდ ინფორმაციულობა. იმდენად ხელმისაწვდომია, მაგის ინფორმაციულობამ რატო? ინფორმაციულობის სწავლამ დაკარგა აზრი, თორემ ინფორმაციულობამ არა. ხო, მაგრამ ინფორმაციულობა კი არის, ანუ ტელეფონში გაქვს. ხო, შენში რომ რაღაცები იყოს ჩატვირთული, ასე ვთქვათ. ხო, მაგას კი არ აქვს მნიშვნელობა. ანუ შენ ხედვები რო კონდეს რეალურად. ხო, მაგას აქვს. იცი კიდე თან რა პრობლემასთან მივდივართ? მან ეგ ძალიან ისეთი თემა, რთული თემა ძალიან რა, მაგრამ რაღაცნაირად შევეხოთ მაინც. მან როგორ ტიპის პრობლემასთან მივდივართ, იცი? აი ამაზე რომ მუშაობ შეხება რო გაქვს რაღაც, მე ეგეთი აზრი მოგდის თავში რა, რომ საერთოდ აი მაგალითად საყოველთაო განათლება არის მე-20 საუკუნეში დაიბადა ეს ფენომენი და დაიბადა ტექნოლოგიურ სახელმწიფოებში, ანუ ტექნოლოგიური მიზნები რო დაისახა სახელმწიფოებმა, დაისახეს ტექნოლოგიური მიზნები, მაშინ თქვეს რომ ამისათვის რა არის საჭირო, ამისათვის საჭირო არის ის რომ მეტალი გადავადნოთ, აი ამდენი ტონა წელიწადში, ვიღაცამ უნდა გადაადნოს, ამისათვის საჭირო არის ტექნოლოგი, მე უნდა ავაწყოთ, ის უნდა გავაკეთოთ, ეს თვითმფრინავი უნდა გავაკეთოთ რაღაცა და ხალხი გვჭირდება რა, ვინც არის განათლებული. და საჭიროა მე ამ სიტყვა განათლება, აი ბევრი იწვალა ამ სიტყვამ, ბევრი იწვალა და ეხლა ძალიან საინტერესო ფაზაშია გაჩერებული სხვათა შორის. მაგაზეც შეიძლება ერთი ორი სიტყვის. ხო და ამიტომ რომ გადაწყვიტეს რომ ჩვენ განათლება გვჭირდება, ამიტომ ტექნოლოგიური სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, დაინერგა საყოველთაო განათლება. ეს არის საშუალო სკოლა და უმაღლესი. ხო და მერე რაღაცნაირად ეს დაიკარგა თითქოს. აი ის მიზეზი, პირველი მიზეზი, ეს საერთოდ რატომ მოინდომა სახელმწიფო, ის ხო სახელმწიფოს ნება, რო განათლება არსებობს და ეს მიზეზი თითქოს დაიკარგა ესე და რაღაცნაირად ისე დარჩა, რომ თითქოს ეს არის ადამიანის უფლება. მე აი ამაში გადაიზარდა, რომ განათლება ჩვენი უფლებაა და აბსოლუტურად მოწყდა აი ამის დანახვა, ამ სურათის, ასე ვთქვათ, აღწერა თუ რატომ იყო მიზეზი, რატომ გაჩნდა თავდაპირველი მიზეზი რა, ხო და თუ დაუბრუნდებით იმ თავდაპირველ მიზეზს, მაშინ იქვე დავინახავთ იმასაც, რომ ეს არის რაღაცა ტიპის გამოძერწვის საშუალება და შესაძლებლობა სახელმწიფოსთვის. და ეგ სულ უნდა იყოს გადახედილი, რომ ეხლა ის ტიპი გვინდა, ვისაც ვზერწავთ, და ამიტომ მაგალითად განათლების სამინისტრო სულ ატარებს მონიტორინგს მაგასთან დაკავშირებით, რომ აი აბა, იმიტომ რომ ის შედეგები, რა შედეგებზე უნდა გავიდეს სტუდენტი, როგორი მიზნები რა აქვს მაგალითად პროგრამებს, აი ამ ყველაფერზე არის სულ მონიტორინგი რა, მაგიტო. ოღონდ კიდე უფრო მეტად შორს რო გავიწიოთ და კიდე უფრო შორიდან რო შევხედოთ აი ამ ასე ვთქვათ მოვლენებს და ფენომენს, ხო? მე მივალთ იქამდე, რომ ანუ აუცილებლად მიხვდება ადამიანი იმას, რომ მე შეიძლება ასე ვთქვათ რაღაცა შეიძლება ისეთი იყოს საჭირო, რომ ეს არსად არ არის.
და მე უნდა მოვიძიო, მე უნდა გავიგო, მე უნდა ჩამოყალიბდე რა. ანუ ფორმაცია მე უნდა გავუკეთო ჩემ თავს რა, იმიტომ რომ ის მაგალითად რაღაც კონკრეტული, ასე ვთქვათ, ვიღაცა შენ რაღაცას გასწავლის სახელმწიფო ამ შემთხვევაში. სახელმწიფო რაღაც რესურსს რო დებს იმაში, რომ შენ რაღაც განათლება მიიღო, იმას თავისი მიზანი აქვს რა და შენ შესაძლოა დამატებით კიდე რაღაცა გჭირდება რა. ამიტომ არის სულ ისეთი რაღაცა, რომ აი სტუდენტებს სულ ეუბნები მაგას, რომ ერთ-ერთი ჯერ სხვა ალტერნატივა არ მოუგონია ადამიანს რა. ეს არის კითხვა მაგალითად. შეუძლებელია მარტო ის დავალებები, იმ დავალებებით შენ საჭირო ნიშნულზე გახვიდე, რაზეც მაგალითად სიტყვაზე რომელიღაცა თეორიული კურსი გთავაზობს. არ არის საკმარისი. შენ კიდე უნდა წახვიდე და რაღაც უნდა წაიკითხო. ანუ კულტურულად უნდა საკუთარი თავი სულ ზარდო რა. სულ ზარდო. იმიტომ რომ რაღაც მე ეგეთი მოგეთხოვება, რომ ანუ აი ამ სისტემას ის მიცე რაც ამ სისტემას უნდა, მაგრამ შენთვისაც რაღაცა ხარისხი იმისი რა. თავისუფლების ხარისხი უნდა გქონდეს, რომ შენ შეიძლება რაღაც სხვა რაღაც გაკეთება მოგინდეს რა. ეს სხვა რაღაცით უნდა. ესე სახელმწიფოს მხრიდანაც რაღაცნაირად რო იყოს დაყენებული საკითხი, რომ აი ეს შემეცნება მნიშვნელოვანია. კარგი იქნებოდა. აი იცი რა არის? კი, რთული ეს არის რა. ეგ რთული თემაა და სხვა შორის ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, რომ ეგ მაგამ ბავშვი ძალიან შეჭირებულები ვართ და რატო ვართ ეს შეჭირებულები? იმიტომ ვართ შეჭირებულები, რომ ჩვენ ხო რეალურად აი რაღაც როგორ ვთქვა, ჩვენ ვართ ასეთ მდგომარეობაში, რომ უნარებიანი ხალხი ვართ უდაოდ. მაგას ვერ იმას ვიზავთ რა, ვერ დაუკარგავთ ამ საკუთარ თავს. უნარებიანი ხალხი ვართ რა. ხო და იქიდან გამომდინარე, რომ პატარა ქვეყანა ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ რესურსი ბევრი არ აქვს და რაღაცა, აი მე კიდე ბევრი რაღაც ჩამოთვალ შეიძლება ისეთი, ანუ ობიექტური მიზეზები რა, აი არ არის რაღაც. ვერც ვერ დავადანაშაულებთ მაგას რა. ობიექტურად პატარა ქვეყანა ვართ და რესურსებიც ცოტა გვაქვს. მე ხდება ხოლმე ასეთი კითხვა რა, ასეთი კითხვა დგება ხოლმე, რომ ამას საერთოდ რა აზრი აქვს რა. აი ამას საერთოდ რატო ვაკეთებთ, რა აზრი აქვს, საერთოდ რამაში რესურსი რატო იხარჯება. ხო და პასუხი ამაზე რომ გასცე რატო იხარჯება, ამაზე ძნელია. ამ პასუხის მოძებნა რა. და მაგრამ მე მაგალითად ეგეთ ჭუაზე ვარ, ანუ მაგ იმაზე ვარ, რომ განათლებაზე რესურსი აუცილებლად უნდა დაიხარჯოს. იმიტომ რომ განათლება არის ისეთი ფენომენი, რომელსაც შეუძლია, აი ხო შეიძლება რაღაცა იმათ ფორმა მივცეთ, აი მაგალითად ისეთი რაღაცას, რომ რამ შეიძლება ადამიანი შეცვალოს. ადამიანი შეიძლება შეცვალოს განათლება. მე არ ვიძახი, რომ 100%-ით უეჭველი შეცვლის, მაგრამ თუ კი შეიძლება რომ შეცვალოს რაღაცა. ერთადერთი ეგ არის რა, მაინც რა. ხო და კარგად არის გასაზრდელი რა არის განათლება. რა თქმა უნდა, რა გვჭირდება? რა გვჭირდება, ანუ ეგ კიდე ერთი თემა, თვითონ აი შენ იმას კი ეგეც ხო, იმიტომ მაგ სიტყვა კი მართალი ხარ. მაგ ეგ სიტყვა ძალიან ისე იწვალა ძალიან ბევრი რა. კი. და რაღაცა სხვადასხვა დატვირთვები მიიღო და რა თქმა უნდა, კი, სხვა შორის კიდე რატოა იცი ძალიან საჭირო განათლება. განათლება კიდე პრაქტიკული თვალსაზრისით აი სრულიად. საერთოდ განათლებული ადამიანი, გაუნათლებელი ადამიანისგან სინამდვილეში იმით განსხვავდება, რომ განათლებული ადამიანი ზოგადად რაღაცა პრობლემას ხვდება, რომ აი მაგალითად ეს პრობლემაა, თუ გისადმია პრობლემა. ანუ გაუნათლებელი ადამიანის ახასიათებს ისეთი რაღაცა, რომ რა უნდა მაგასაც მომეცია, გაგიკეთებ ახლა, მე გავაკეთებ ან რაღაცა. და თუ კაცმა ერთი დისციპლინა მაინც კარგად იცის, არ აქვს უცხოის მნიშვნელობა რა იქნება ეს დისციპლინა. შეიძლება იყოს უმაღლესი მათემატიკა და შეიძლება იყოს სანტექნიკა. აი ვიღაცამ შეიძლება სანტექნიკაში მიიღოს განათლება, კარგი სანტექნიკოსი იყოს რა. კარგი სანტექნიკოსიც უკვე
განათლებული, ანუ თუ კი არის მაგ სანტექნიკის სპეციფიკაში, იმან სამყაროს მოწყობაზე უკვე იმდენი ინფორმაცია აქვს იმ ადამიანს, რომ როგორც კი რაღაცა ისეთ წააწყდება ცხოვრებაში. ეგრევე ხდება, რომ ეს აი ამას რაღაცა მიდგომა ჭირდება რა. და რაღაც ესეთი ემოციური რაღაცა ესეთი იმით არ მიუღდება რა. შეიძლება წავიდეს ნახოს მაგის სპეციალისტი, ან თვითონ დაუკვირდეს, შეიძლება თვითონაც მიხვდეს მე. კი, რომ შემეცნება საჭიროა ამ სფეროში და არ არის ესე უბრალოდ რაღაცა. ჩვენ სხვათა შორის აი თუ კი მაგაზე მიდიოდა ლაპარაკი, ისიც უნდა ითქვას, რომ ხატრობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ძალიან არის ესეთი გავრცელებული ესეთი აზრი, რომ ყველაზე შორს თითქოს ჩვენ ვართ განათლებას. ანუ განათლებასთან რა. ერთულ ადამიანებს ეგეთი დამოკიდებულება აქვს, რომ ვიღაცა ნიჭიერი დაიბადა და უბრალოდ ხატვა შეუძლია. თითქოს აი რაღაცა ხატვა არის, რაღაცა უნარი, რომელი უნარი ზოგადად მე მაქვს ხა და შენ არ აქვს. და ვიღაცას აქვს ვიღაც ზარა. ხოდა ეგ ხო ეგრე არ არის, უნარები რაც კი არსებობს, ყველას ყველაფერი აქვს. თუ ხა ადამიანი რაღაცა შეზღუდულია უნარებში, სხვა საკითხია, მაგრამ თუ ანუ ჩვეულებრივ ადამიანს ყველანაირი უნარი აქვს რა. და ემატება განათლება მე. და მე აი ის რაცაც თავიდანვე ტენიან ნიჭი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ნიჭი რა. ეს ნიჭი არის მერე უნდა გამოვლინდეს ის რა. აი როდესაც კაცი უკვე ადამიანი ისწავლის ამას და თუ კი ისწავლა. ანუ აი მარტივად რო დავხატოთ. რაღაცა მიმართულებით, რაღაცა შეიმეცნა ადამიანებმა, შევიმეცნეთ. ანუ მარტივად ხო ეგრეთ ჩანს, აი შენ იმისთვის რომ რაღაცას გასწრდე, ჯერ იქამდე რაც უკვე ჩვენ ადამიანებმა დავაწყვეთ ეს ბილიკი. კი. ის უნდა გააცნობიერო, ის უნდა გაითავისო და შემდეგ უკვე შეძლებ რაღაცა ახალიც შექმნა. და შენ რო ეს არ გინდა ეს გაიარო და ეგრევე მე რაღაცას შევქმნი ისეც რაც არავის არ შეუქმნია, ისიც არ იცის რაც შეუქმნია. ხო? და თვითონ აი ეს განათლება ხო ისეთი აი რაღაცა სივრცე არსებობს. რა სივრცეშიც პასუხები არ არის გაცემული. და შენ რო პატარა რაღაც განათლებას იღებ, რაღაცა პასუხებს შეძლებ რომ რაღაცა შეკითხვებზე შეძლებ პასუხი გაცე. მაგრამ ამ შეკითხვებზე პასუხებს რო გასცემ, კიდე რაღაც შეკითხვები ჩდება და ნელ-ნელა ეს სივრცე შეკითხვების იზრდება, შენ უფრო და უფრო მეტ შეკითხვას წემ პასუხს, მაგრამ პასუხგაუცემელი სივრცე აღქმაში იზრდება, იმიტომ რომ მეტი ჩდება, იმიტომ რომ შეუძლებელია ყველაფერზე ერთმა ადამიანმა პასუხი გაცეს და კაცობრიობაც კი მიდის რაღაცებზე პასუხს ცემს, მაგრამ ეს უზარმაზარი სივრცეა. ანუ ფაქტობრივად, მეტაფორულად რო ვთქვათ, ღვთიური სივრცე არის ეს, რომელიც უდეგანოა და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ნელ-ნელა გავზარდოთ ჩვენი ხედვები. ანუ კაცობრიობას სულეს ხო? და თვითონ ზოგადი განათლების მიდგომაც ამ მიმართულებით უნდა იყოს, რომ შენ ამაში თუ ვერ შეგაგწვლილი და შენ თუ ადამიანს მარტო იმისთვის ქმნი, რომ იმან რაღაცა უბრალოდ ჩაკუჩი ურტყას რაღაცას და მერე ამითი შეიქმნას ისეთი რაღაცა, რომელიც არაფერს ამ სივრცეს არ გაზდის, ამ ცოდნის სივრცეს და ამ შემეცნების სივრცეს, მაშინ რაღაცას არასწორად აკეთებ. ხო, იცი რა არის, ეხლა ისეთი ეპოქაა, რომ რეალურად ადამიანი გახდა ძალიან ანგარიშიანი. და გახდა ძალიან ისეთი, აი თუ რაღაცა არ ჭირდება, იქ რეალურად რესურსს არ ცდებს რა, სამწუხაროდ. და სამწუხაროდ იმიტომ, რომ ჩვენ რო ეხა იმ ეტაპზე ვიყოთ, მაგალითად რომ ანუ მარტივად რომ ძალიან მატერიალისტი გახდა. ძალიან მატერიალისტი გახდა რა და ჩვენ რო იმ ეტაპზე ვიყოთ ეხა მაგალითად რომ აი ბოლო-ბოლო აი გამოჩნდა რა, აი
მოსახვევი გავწდით და გამოჩნდა ფინიში რა და всё უკვე კონცენტრირდით ამ ფინიშამდე უნდა მივიდეთ და ეხლა ამ ყველაფერს დავანებოთ თავი რა. ეგეთ მდგომარეობაში რომ ვიყოთ კი ბატონო, მაგრამ ეგეთ მდგომარეობაში არა ვართ. ჩვენ არ ვიცით ეხლა რეალურად მაგალითად სიტყვაზე ამ გაჯეტებზე, იმეებზე რა ქვია, ტელეფონებზე, ამ თანამედროვე ტექნოლოგიებზე იმედენი რესურსი იხარჯება, რომ გულახდილად რომ ვთქვათ, ეს ამაზე ამადენი რესურსი არ უნდა იხარჯებოდეს. მით უმეტეს ვიღაც ადამიანები იხოცებიან ამის კეთებით რა. ხო და როდესაც სრულებით არ არის საჭირო რაღაც მარკეტინგი და ვიღაცა მდიდრდება უბრალოდ მე ამის გამო. ამიტომ და სიტყვაზე მე ის წავა და აფინანსებს, მიდის და აფინანსებს რაღაცას სიტყვაზე მაგალითად ისეთ დისციპლინას, რომელიც ეხმარება ძალიან უხეშად ვიძახი რა, ეხმარება მაგალითად რაღაცა პროცესორის გაკეთებაში. და ფულს აკლებს მაგალითად ისეთ რაღაცაში, რაც სადაც თვითონ ვერ ხედავს გამდიდრება, იქიდან ვერ მდიდრდება. და იმას ფულს აკლებს რა და საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ პრიორიტეტს სახავს რა, პრიორიტეტს სახავს მოგება. მე ფულს ვაკეთებ აქედან, ამას ვაფინანსებ. აი აქედან ფულს ვერ ვაკეთებ, ამას ვერ ვაფინანსებ რა. სხვა შორის მაგან მე რაღაცა რეაქცია ხო მისცა. მაგალითად ხელოვნებაში მაგარი რეაქცია მიცა მაგან დამოკიდებულებამ რა და ეს რეაქცია ცალკე რო აღიქვა, აი დამოუკიდებლად. იტყვი რომ რაღაცა არ მოგეწონება რა, იტყვი რომ ესენი აღარ გაგიჟდნენ, ასაკეთებდნენ რა. მაგრამ ამ კონტექსტში თუ დაინახავ, მე ხვდები რომ აი ეს მაგიტომ მოხდა ეს რაღაცა. აი სიტყვაზე მაგალითად რას გულისხმობ, იცი? გულისხმობ მაგალითად ეპატარს. გულისხმობ მაგალითად აი სალვადორ დალიმ დაიწყო, ეგ მე პიკასოც აყვა და მე და დღეს ხო საერთოდ ის არის პიკია მაგის ხელოვნებაში რა. და რატო ხდება ეგ? იმიტომ ხდება რომ რაღაცნაირად ყურადღების მაგიტომაც, მარტო მაგიტომ არა, მაგრამ ერთ-ერთი ხერხი ეგ არის რომ ყურადღების ის გადატანას ცდილობს რა. ხატვარი რომ აი მომაქციეთ ყურადღება რა. შიშველი ვირბენ ახლა აქ რა. მაგიტომ მაინც რომ დამინახოთ რა. ხო და რა თქმა უნდა ეს რო ცალკე ამას რო უყურებ, ფიქრობ რომ ეს გიჟი ხო არ, სულელი ხო არ არის, ასაკეთებს რა. მაგრამ მე აი მიზეზებში რომ ჩაუღრმავდები, ერთ-ერთი მიზეზი მთავარი ეგეც არის, რომ აღარ არის საინტერესო რა. აი ესე რო შევხედოთ, აღარ არის საინტერესო. სხვა შორის ჩვენთვის აი როგორ ფორმირდება, იცი? აი მაგალითად ამას წინათ რა ერთ წელი გავიდა შარშან იყო ესეთ სიტუაცია, რომ ვიღაც უცხოელი მოვიდა და მოიტანა დრონით გადაღებული თბილისში არსებული მოზაიკები. და დრონით როგორ იცი, ანუ ის მოზაიკები ხომ აღლა რაღაც არის ზოგი 3 მეტრზეა, 5 მეტრზეა, 6 მეტრზეა, 10 მეტრზეა. ხო და ჩვენ ხო რაღაც ქვევით დავდივართ ესე. რა და ისინი რაღაცა ზოგი უკვე სარეკლამო ბანერის უკან არის, ზოგს რაღაც ხე ეჭდილება, თუ ეფარება და ეგეთ სიტუაცია და ანუ ჩვენი ხედვის წერტილიდან გასული ეს მოზაიკი. ეს არის საბჭოთა დროს გაკეთებული მოზაიკები. ხო და ეს დრონით იყო გადაღებული, იმიტომ რომ ეს იმის სიმაღლეზე ავიდა და ესე გადაიღო რა. ხო და თვითონ ეს ადამიანი, ეს ფოტოგრაფი, ვინც იყო, აღფრთოვანებული იყო რა. ხო და თავიდან ეხლა ამ თემით რომ მოვიდა და ესენი რომ გვაჩვენა და რაღაცა, რომ ეხლა საბჭოთა მოზაიკა ხა გულში ვფიქრობ ეხლა რომ რაღაცა ნუ არ ნახა ეხლა ეგეთი რა. ხო და მე ფოტოები გამოვაგზავნა და გადავხედე რა. გადავხედე და რა თქმა უნდა ბევრი კი ბატონო არის რაღაც პროპაგანდისტული არაფერი რაღაც, მაგრამ საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა ხატრული და კარგად გაკეთებული რაღაცები. და ქართული ისინი რა ქვია ელემენტები, შიგნით თემატიკა და ეს რაღაცა ღვინის თემატიკა, ვაზის თემატიკა არის ხშირად, სხვა შორის ეს ტაძრებიდან აღებული რელიეფების თემატიკა და ბევრი იყო ეგეთი რა. ხო და რას მივხვდი? მივხვდი ეგეთ რაღაცას, რომ ეხლა ეს კი რაღაცნაირად თუცე დამენანა, მაგრამ მე მივხვდი რომ ეს შეუცვლელი პროცესია რა, იმიტომ რომ მაშინ რო გაკეთდა ეგ იყო წარმოიდგინე მოზაიკა ხო იცი როგორ ბრჭყვიალა ქვებია რა და კონკურენციაში შედიოდა რასთან იცი გალესილ კედელთან და
ყვიროდა, ანუ აქტიური იყო რა. ეხლა უკვე ეკრანები, ლაითბოქსებია. ლაითბოქსები ცოტა ხნის წინ იყო. ეხლა უკვე ლაითბოქსებიც არ, ეხლა უკვე ეკრანებია. და ეხლა მაგ ეკრანს სამგანზომილებიანი თითქმის ხო კუთხეებში ეკრანებს აკეთებენ და ხო და აი მაგასთან უკვე მოზაიკა გაფერხვრთავდა. და როგორი რაღაც ხდება, იცი? გადავიდა იმიდან, ანუ ხედვის წერტილიდან გადავიდა და ცოტა ხანში ალბათ უკვე ბევრ ჩამოყრიან ალბათ. და დაიკარგება, გაქრება, გადავა რა, ასე ვთქვათ, ურბანული სივრციდან გაიწევა რა. ეს რა თქმა უნდა, ეხლა რაღაცნაირად საწყენია. აი სუფთა ესეთი თვალსაზრისით საწყენია, მაგრამ დასანანი რეალობაა. მაგრამ შეუცვლელი პროცესია. მაგრამ მაინც აი საინტერესო ის არის, რომ თვითონ მეტნაკლებად შემცნების საინტერესო ასპექტი ის არის, რომ რჩება მაინც საზოგადოებაში. გინდა არ გინდა რაღაცა თვალსაზრისით ვიღაცა რომ რაღაცა აღმოაჩენს ან აი ეს გამოთქმა ვიღაცა ველოსიპედს რო გამოიგონებს, ყველა შეძლებს ველოსიპედის გაკეთებას და მაინც საზოგადოების ცნობიერებაში უკვე მიღწევადია ეს ასპექტი და მაინც მნიშვნელოვანი არის აი მაგაზე ფიქრი, რომ ჩვენ შეიძლება რაღაცები დავკარგოთ, მაგრამ აი არ მგონია რომ უკვალოდ იკარგება ეს. და არა, რა თქმა უნდა, მაგან თავის როლი შეასრულა. ხო, ხოთიშორს აი ახლა გამახსენა ერთხელ შენ ამბობდი, რომ აი გერმანელები კარგ მანქანებს ახლა რო აკეთებენო, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საუკუნეების წინ მუსიკალურ ინსტრუმენტებს მაგალითად კარგად აკეთებდნენ და გარკვეული ტრადიცია არსებობს. ხო და მაგაზე რომ დავფიქრდი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ აი ეს ცოდნა თუ არსებობს რაღაცა სოციუმში, ის გარკვეულ ტრადიციას ქმნის, გარკვეულ განწყობას ქმნის იმისი, რომ რაღაცა შეგიძლია და აი ქართველებმა მაგალითად წინა გადაცემებში შენ თქვი რომ რაღაცა მიმართულებით გასაოცარი იყო ჩაღე გამოვავლინეთ ხელოვნების თვალსაზრისით. კი, ქანდაკებაში. აი ქანდაკებაში, ხო, ეს რაღაცა ისე არ არის რომ არაფრიდან. არა. კი, ეს დაანისტი მიზეზები. თავისი მიზეზები ჰქონდა და შეიძლება არ ვიცი ახლა მასა გენეტიკური ცოდნა დავარქვათ თუ რაღაც დავარქვათ, მაგრამ რჩება სოციუმში და თუ აი განათლებას რო ვამბობდით, ანუ თუ ისეთი ადამიანები ჩდებიან, ვისაც ფართო ხედვა აქვს სამყაროსი და არა რაღაცა ვიწრო, ესა ის მერე გარკვეულ მიმართულებებს უფრო პოულობს, სადაც ის დალექილი ცოდნა, რაც თავის დროზე მისმა წინაპრებმა შეიმეცნეს და გამოანათეს სამყარო, ის გამოვლინდება. ამიტომ ბევრია საფიქრალი, ეს არ არის რაღაცა მარტივად გადასაწყვეტი და გადასაჭრელი თემა. ძალიან ბევრია საფიქრალი, ჩვენ როგორ შევუწყოთ ხელი და მე თუ მეტის განათლების სფეროში ვინც ხართ იმ ადამიანებში ძალიან მნიშვნელოვანი საფიქრალი თემაა და შემდგომი იცი რა არის განხილვისთვის კი იცი როგორი ამბავია ეგ შენ რაც გაიხსენე ხა რაც თქვი რომ აი მაგალითად სიტყვაზე ხელოვნებაში ქანდაკება აი რაც ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ ქანდაკებაში ჩვენ ძალიან უცებ ასე ვთქვათ რაღაცა იმას მნიშვნელოვან რაღაცას მივახციეთ ამის მიზეზი სავარაუდოდ არის ის რომ გენეტიკურად ის ხალხი ვინც ქანდაკებას აკეთებდა მაგ ხალხის ნაწილი გენეტიკურად და შეიძლება აი ამ თვალსაზრისით თვალ შორის რომ
აი ამ კუთხიდან რომ დაალაგო, არსებობენ ხალხი, რომლებიც ძერწავენ და არსებობენ ხალხი, რომლებიც არ ძერწავენ სოფლიოში. და ცოტა ის ინგლისში ძერწავს. ანუ ეს ახლა ერთი მიმართულება, ერთი ფენომენია ნიშნე და სხვადასხვა ერებში სხვადასხვა ის იქნება მიმართულებები ეს. კი, აი მაგალითად ხო, რა თქმა უნდა, მუსიკასთან დაკავშირებით არის ხალხი, რომ უფრო მუსიკალური მიმართულებით არის განვითარებული. არის ხალხი, რომელიც უფრო წერით არის, ასე ვთქვათ. ჩვენ სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ჩვენი წერა, წერის ეს ვთქვათ, კულტურა, ლიტერატურული კულტურა ძალიან მაღალი გვაქვს რა, ასევე სიმღერის კულტურა ძალიან მაღალია ჩვენთან. ოღონდ სიმღერის კულტურა მაგალითად ზოგ რეგიონში უფრო მეტად არის, ზოგ რეგიონში უფრო ნაკლებად არის რა. მაგით ძალიან საინტერესოა. ასე ვთქვათ, რატომ ესეთ პატარა ვიწრო, ასე ვთქვათ, უბნებში, ჯგუფებში რა, რატომ ჩამოყალიბდა ერთი და იგივე ხალხში, ერთი და იგივე ერში, რომ აი მაგალითად ვიღაცა უკეთ მღერის, ვიღაცა ნაკლებად და რაღაცა ესეთი რაღაცა. მაგრამ ქანდაკებას მაგალითად ჩემი დაკვირვება როგორც არის, იგივე ვერ ვიტყვით, რომ მაგალითად აი რომელიღაცა მხარე საქართველოში უკეთ წერწავს, რომელიღაც მხარეზე. არა, ერთნაირად არის გადანაწილებული რა. ეთყობა ეს კიდე უფრო სიღრმიდან წამოსული რაღაცა შემეცნების შედეგია, რომელიც უხსოვარ დროს ამ ხალხმა გაიარა რა და რაღაც დონეზე გენეტიკური შრეთ დარჩა. იმიტომ რომ როგორც კი საბჭოთა კავშირის დროს, როგორც კი შეეხო მასობრივად რა, ქართველი ქანდაკებას აფეთქდა რა. ეს ახლა არ არის შემთხვევითი რაღაცა. სხვაებიც ხო შეეხნენ. სხვა ხალხი ჩვენს გარშემოც რაღაცა და ესეთი რეზულტატი არ ქონდა რა. ამიტომ ძალიან საინტერესოა ეს თემა ზოგადად რა, შემეცნებას ეხება და ამიტომ არის ძალიან საინტერესო. მიშა, რა ვიცი, მე მგონი დღეისათვის საკმაოდ ცლად ვისაუბრეთ ამ შემეცნების საკითხზე და მე მგონი საინტერესო იყო ამაზე. ხო, დაფიქრება. მე ვიმედოვნებ, რომ გავაგზავნოთ კიდევ მსგავსი ტიპის საუბრებს, თუნდაც იგივე შემეცნებაზე და შენი დასაწყისში კლასიფიკაცია გააკეთე ძალიან საინტერესო. და აი რაღაცნაირად იქნებ მივყვეთ და აი ამ სამ ძირითად ნაწილს გავყვეთ შემეცნების შემეცნების ტაუტოლოგიურად ჭრებს, მაგრამ ანუ გააზრებაში, ხო, შემეცნების გააზრებაში. კი, მე მგონი თითოეული მიმართულება საინტერესო იქნება უფრო ღრმადაც, რომ განვიხილოთ. კი ბატონო. და დიდი სიამოვნებით ჩავერთვები იმაში. კარგი, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.